ოკეი, ვიწყებთ 2026 წლის პირველი ვარიანტის რაოდენობრივი მსჯელობის ტესტის განხილვას. ამ ეტაპზე ოფიციალური პასუხები გამოქვეყნებული არ არის. ამ ვიდეოს მიზანი არის უბრალოდ სწორი პასუხების გაჟღერება. ეს არ არის საგაკვეთილო ვიდეო, სადაც ძალიან სიღრმეებში შევალთ და დეტალურად გავივლით თითოეულ ამოცანას, უბრალოდ რაღაცა მოკლედ ამოვხსნით და ვიტყვით რა პასუხია სწორი. პირველი, ერთსაათიანი ექსპერიმენტის განმავლობაში პერიოდულად ზომავდნენ ტემპერატურას. ექსპერიმენტის საწყის მომენტში ტემპერატურა -3 გრადუსს გაუტოლდა, შემდეგ კი მუდმივად იზრდებოდა 5 გრადუსამდე. ესე იგი, რამდენი გრადუსით მოიმატა ტემპერატურამ ამ 1 საათის განმავლობაში, ხო? რა უნდა დავუმატოთ -3-ს, რომ 5 მივიღოთ. პირველი ამოცანის პასუხი იქნება 8. მოცემულია ორი წრე, რომელთაგან თითოეულის ფართობი 1 მეტრ კვადრატზე 1 მეტრ კვადრატის ტოლია. პირველ ნახაზზე გამოსახული წრე დაყოფილია 3 ტოლ სექტორად, ხოლო მეორე ნახაზზე წრე დაყოფილია 4 ტოლ სექტორად. რამდენი მეტრ კვადრატით მეტია მეორე ნახაზზე გამოსახული წრის გამუქებული ნაწილის ფართობი, ანუ 3/4 პირველ ნახაზზე გამოსახული წრის გამუქებულ ნაწილზე, ანუ 2/3-ზე. გავიღოთ 12 საერთო მნიშვნელი, გავხოთ 4-ზე 3, 3-ჯერ 3 9, გამოვაკლოთ 12 გაყოფილი 3-ზე 4, 4-ჯერ 2 8 და ეს იქნება 1/12. ბ. სულ მცირე რამდენი მიკროავტობუსია საჭირო ტურისტთა 240 კაციანი ჯგუფის გადასაყვანა, თუ თითოეულ მიკროავტობუსს მაქსიმუმ 18 ტურისტი შეუძლია გადაიყვანოს. ოკეი, ერთი ვარიანტი 240 გავყოთ 18-ზე და რამდენჯერაც მოთავსდება +1. ან მეორე ვარიანტია, რომ ჯერ 18 გავამრავლოთ 10-ზე და 180 გამოვაკლოთ 240-ს, მივიღებთ 60 და შემდეგ დავფიქრდეთ 60 ტურისტის გადასაყვანად კიდევ რამდენი ავტობუსი დაგვჭირდება 18 ტურისტი რომ იყოს თითო ავტობუსში, ხო, ან მინიმუმ. ანუ ამბავი ისაა, რომ 60-ის 18-ზე გაყოფა ბევრად უფრო მარტივია. ამ შემთხვევაში შეგვიძლია 18 მოვსინჯოთ სხვა რიცხვზე გამრავლება, მაგალითად 3-ზე, 4-ზე. 3-ზე თუ გავამრავლებთ, ვიღებთ 4 54 და 6 ტურისტი გვჭება. აი უკვე 4-ზე თუ გავამრავლებთ, რა რიცხვს მივიღებთ, აღარც არის აქტუალური, მთავარია რომ 60-ზე მეტია, ხო? ამ შემთხვევაში ესე იგი 14 ავტობუსი გვეყოფა. ქვემოთ მოცემული 3 მსჯელობიდან რომელია ჭეშმარიტი? ესე იგი, პირველი, ABC სამკუთხედის ფართობი ნაკლებია MNK 4-კუთხედის ფართობზე, MNK 4-კუთხედის ფართობი ნაკლებია PQR სამკუთხედის ფართობზე, ამიტომ პირველი მესამეზე ნაკლებიაო, მართებულია. რა ფიგურებიც არ უნდა იყოს, ეს 4-კუთხედი, როგორი 4-კუთხედიც არ უნდა იყოს, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. როცა ფართობზე არის საუბარი, ეს მსჯელობა აბსოლუტურად ლოგიკურია. მეორე, თუ M-ი უნაჟდოდ იყოფა N-ზე და N-ი უნაჟდოდ იყოფა K-ზე, მაშინ M-ი უნაჟდოდ გაიყოფა K-ზეც. ეხლა უნაჟდოდ გაყოფა ნიშნავს იმას, რომ N-ის მარტივ თანამამრავლებში ყველას მოიცავს N. მაგალითად, 20 უნაჟდოდ იყოფა 10-ზე, ეს ნიშნავს იმას, რომ 20 იყოფა 2-ჯერ 5-ზე. და თუ 10 თავის მხრივ იყოფა K-ზე, მაგალითად 2-ზე, რა თქმა უნდა 20-იც გაიყოფა 2-ზე. ანუ 20-ის მარტივ გამყოფებში შემავალი თანამამრავლები აუცილებლად დაემთხვევა K-ს თანამამრავლებს და შეიკვეცებ. ამიტომ მეორე მსჯელობაც კარგია. რაც ეხება მესამეს, A წრფე კვეთს B წრფეს, ოკეი, ხოლო B წრფე კვეთს C წრფეს, ოკეი. ესე იგი AC-ს, უბრალოდ AB-ს და BC-ს. A და C შეიძლება უკვე აღარ კვეთდეს ერთმანეთს და იყოს ერთმანეთის პარალელური. ამიტომ მესამე მსჯელობა აღარ გამოდის მართებული. სწორი პასუხი აქ იქნება პირველი და მეორე. მოსწავლემ რამდენიმე ცალხაზიანი და რამდენიმე უჯრიანი რვეული იყიდა, გადაიხადა 21 ლარი და 60 თეთრი. ამასთან ცალხაზიანი რვეულების რაოდენობა აღემატებოდა უჯრებიანი რვეულების რაოდენობას. ესე იგი გვაქვს ცალხაზიანი და გვაქვს უჯრებიანი რვეულები, ხო?
რამდენი რვეული შეიძლება მოსწავლემ თუ ცნობილია, რომ თითოეული ცალხაზიანი რვეული 3 ლარი და 64 ღირდა, ხოლო უჯრებიანი რვეული 2 ლარი და 44. ეხლა რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვა ვარიანტზე ფიქრი, თუმცა თუ შევკრიბავთ 3 ლარსა და 64-ს, 2 ლარსა და 54-ს, მივიღებთ 6 ლარს. ესე იგი ეს 6 ლარი ჯერ ის დაშვება რომ განვიხილოთ რომ რაღაცა რაოდენობა ცალხაზიანი და უჯრებიანი ტოლია რა რაღაც გარკვეული ეტაპამდე ხო ანუ 21 და 60 თეთრი ნიშნავს იმას რომ მაგათაც 3 ცალი ცალხაზიანი და 3 ცალი უჯრებიანი რვეული ჯამში დაჯდებოდა თქვა 18 ლარი ხო ეხლა 18 ლარს რა უნდა დავუმატოთ ჩვენ რომ 21 ლარი და 64 მივიღოთ ეს არის ერთი ცალხაზიანი რვეული და ჯამში გამოგვივა რომ 7 ცალი რვეულით ამ პირობას ვაკმაყოფილებთ ნუ ამ კონკრეტულ ამცენში ამ გადაწყვეტით და შეკითხვის ფორმულირებით ნუ ეს მსჯელობა უკვე საკმარისია თუმცა სხვა შემთხვევაში შეიძლება და სხვადასხვა პროპორციის განხილვა ყოფილიყო საჭირო თუ კი ასეთი მიგნება არ იქნებოდა და უნდა მოგვესინჯა ცალხაზიანი უნდა ყოფილიყო მეტი, მაგრამ შეიძლება და ყოფილიყო სხვადასხვა პროპორცია, ხო? აქ პირდაპირ განტოლებით ჩაწერა არ გამოდის, იმიტომ რომ გვაქვს ორი უცნობი ცალხაზიანი და უჯრებიანი რვეულები x და y და ნუ ერთი განტოლება. ამიტომ მოგვიწევდა პასუხებიდან სხვადასხვა პროპორციის განხილვა. თუმცა ამ შემთხვევაში მარტივად გამოვიდა. მუდმივი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა მთელი გზის 5/12 ნაწილი გაიარა 1 საათში, ოკეი, 5/12 ნაწილი ესე იგი 60 წუთი, ბარემ გადავიყვანოთ. რა დრო დასჭირდება ამ გზის დარჩენილი ნაწილის გასავლელად, ანუ რამდენ ხანში გაივლის 7/12 ნაწილს. სწორად რომ ვიცით ჩვენ რომ 5/12 თუ გაიარა 7/12 დარჩა. შეგვიძლია მარტივი პროპორციით მივიდეთ პასუხამდე. 5/12 x უდრის 60 ჯერ 7/12, საიდანაც x უდრის 60 ჯერ 7/12 გამრავლებული 12-ზე და გაყოფილი 5-ზე. ამ ეტაპზე შევკეცოთ ახლა ჩვენის მონაცემები, აქ 12 დაგვრჩება, 12 ჯერ 7 იქნება ჩვენი პასუხი, ეს არის 84 წუთი. 84 წუთი არ გვაქვს, ამიტომ 1 საათი და ესე იგი 60 რო გამოვაკლდება 24 წუთი გვექნება. ანუ D. ეზო შედგება საერთო საზღვრის მქონე კვადრატის ფორმის ორი მონაკვეთისაგან, რომლებიც ერთი სწორხაზოვანი საავტომობილო გზას ესაზღვრება. ერთი კვადრატის გვერდი 13-ია მეორეზე. ოკეი, ერთი იყოს x, მეორე იყოს x + 3. ხოლო ფართობი 240 კვადრატით მეტია მეორეზე, ანუ ამის ფართობი ამაზე 240-ით მეტია. იპოვეთ საავტომობილო გზასთან მთლიანი ეზოს საზღვარი, ანუ საზღვრის სიგრძე, ხო? აი ეს მონაკვეთი უნდა დავადგინოთ ჩვენ რისი ტოლია. ამისათვის ჩვენ ასეთი რამე უნდა გავაკეთოთ x + 3 კვადრატში, ანუ პირველი კვადრატის ფართობს გამოვაკლოთ x კვადრატი და გავუტოლოთ 240. შემოკლებული გამრავლების ფორმულით გავამარტივოთ ეს გამოსახულება. პირველი წევრის კვადრატს დამატებული მეორე წევრის კვადრატი დამატებული, ესე იგი, გაურკვეცებული მათი ნამრავლი, გამოკლებული x კვადრატი ამ შემთხვევაში უდრის 240, x კვადრატები შეიკვეცა, 6x გამოვიდა 231 და x გამოვიდა 231 გაყოფილი 6-ზე. სამჯერ მოთავსდება 18, შემდეგ აქ ჩამოვა 51, მოთავსდება 8-ჯერ, 48, 30, მძიმე 5. ესე იგი x ყოფილა 38.5, 3-ით მეტი 41.5 და 41.5 ახლა დავუმატებთ ჩვენ 38.5 და ასე მივიღებთ აი ამ მონაკვეთს, ხო? 0, 0 და 8, ანუ 80 მეტრი. თუ B კლასში ორჯერ ნაკლები მოსწავლეა ვიდრე ჯამურად A და C კლასშიო. ოკეი. მაგათად აქ იყოს 10, აქ იყოს 20. ორჯერ ნაკლები, ხო? ესე იგი A-ს და C-ს საშუალო გამოდის B. ჩამოთვლილთაგან რომელი ვერ იქნება მართებულიო? B კლასის მოსწავლეთა რაოდენობა ნაკლებია, როგორც აი ეს C კლასის მოსწავლეთა რაოდენობაზე. არ გამოვა. იმიტომ რომ აქ რო ჩვენ 11 ავიღოთ ორჯერ ნაკლები ვერ გამოვა, ამიტომ პირველივე საინტერესო ვერსია. მეორე
B კლასში ერთით მეტი მოსწავლეა ვიდრე C კლასში, ოკეი, 9, A კლასში კი ერთით მეტი ვიდრე B-ში, 11. ჯამი 20-ია, პირობა სრულდება. B კლასში ერთით მეტია ვიდრე A კლასში, აქ 9, C-ში ერთით მეტი ვიდრე B-ში, აქ 11, პირობა სრულდება. სამივეში თანაბარი რაოდენობა რომ იყოს, ისეთ შესაძლებელია თავისუფლად, ხო, 10. B კლასში მოსწავლეთა რაოდენობა და C კლასში მოსწავლეთა რაოდენობის საშუალო არითმეტიკული რომ არის, ესეც შევნიშნეთ ჩვენ დასაწყისში, ხო? იმიტომ რომ ორჯერ ნაკლებია, ანუ რომ შევკრიბოთ A და C და გავყოთ 2-ზე, ვიღებთ B კლასს. ამიტომ მხოლოდ პირველი არის სწორი, ну, ვერ იქნება მართებული. ABC სამკუთხედის AC გვერდზე მონიშნულია O წერტილი, ისე რომ AO BO-ს და CO-ს უდრის, ოკეი? ACB ACB კუთხე 63 სტოლე იპოვეთ BABO კუთხე, ну ის კითხვის ნიშნით მონიშნულ კუთხეზე საუბარი. OB20 ტოლე, ამიტომ აქ ტოლფერდა სამკუთხედია, შესაბამისად ეს კუთხე 63 გრადუსია, სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი 180 გრადუსია, ამიტომ ну აქ 60-60-ები რო ავიღოთ 6 გრადუსით მეტია, შესაბამისად 66 გრადუსი გამოვაკლოთ და მივიღებთ 54 გრადუსს, ხო? ეს ამ მომსჯელობის ალტერნატიული მსჯელობაა, რომ შეგვეკრიბა ეს ორი კუთხე და 180-თვის გამოგვეკლო. არსებობს წესი, რომ სამკუთხედის გარე კუთხეში და არამოსაზღვრე ორი კუთხის ჯამის ტოლია. ამიტომ ამ შემთხვევაში რა კი ეს ორი კუთხე ერთმანეთის ტოლია, 54 შეგვიძლია გავყოთ 2-ზე და პასუხი გამოვა 27 გრადუსი. მეორე ვარიანტი იქნებოდა თუ კი მოსაზღვრე კუთხეს გამოვთვლიდით, ეს იქნებოდა 126, შემდეგ 180-ს გამოვაკლებდით 126 და მიღებულ რიცხვს გავყოფთით 2-ზე. ну, მოკლედ ესეც მეორე გზა. წავედით. 3 ABC ყუთში სხვადასხვა რაოდენობის ბურთი აწყვია. ამასთან ყველაზე ნაკლები ბურთი A ყუთშია, ხოლო ყველაზე მეტი C ყუთშია. A ყუთში იგი მინიმუმი გვაქვს და C ყუთში მაქსიმუმი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება წარმოადგენდეს ბურთების ჯამურ რაოდენობას 3 ყუთში, თუ C ყუთში 2 ბურთით მეტი აწყვია, ვიდრე A ყუთშიო. ანუ C-ში არის 2-ით მეტი, ვიდრე A ყუთში, ну შესაბამისად B ყუთი ამათ შორის არის და ამიტომ ავიღოთ x + 1 და აღმოვაჩენთ, რომ მთლიანობაში ბურთების რაოდენობა 3-ის ჯერადია, ხო? 3 გამრავლებული x + 1-ზე ნიშნულობის ტოლია. ამიტომ საავადმყოფო პასუხებიდან ვეძებთ ვარიანტს, რომელიც უნაშტოდ იყოფა 3-ზე. ეს არის 60. მე-11. გვაქვს შემდეგი ორი თვისების მქონე 3 რიცხვი, ხო? A, B და C. თუ პირობის თანახმად A მეტია 0-ზე, B A-ზე, C B-ზე, ასეა დალაგებული, ხო? B იმდენი პროცენტითაა მეტი A-ზე, რამდენი პროცენტითაც C მეტია B-ზე. და მოდი ავიღოთ ხა ჩვენ რაიმე მარტივი რიცხვები. მაგალითად, A რიცხვი იყოს 100, B იყოს 100%-ით მეტი A-ზე, ანუ B გამოვა 200 სტოლი, C იმდენი პროცენტით მეტი, რამდენითაც B A-ზე იყო, ხო? ამ ისევ 100% მეტი გამოვა 400, ანუ ყველა ახლა აქ არის 100%, ხო? ანუ B A-ზე 100% მეტია, ორჯერ მეტი, ანუ რა, B C-ზე ორჯერ ნაკლები, პირიქით C B-ზე ორჯერ მეტი. აი ამ რიცხვების მიხედვით ახლა მარტივად დავინახავთ, რომელი ჩამოთვლილი წინადადება არის ჭეშმარიტი და რომელი არა. B იმდენჯერ მეტია A-ზე, რამდენჯერაც C B-ზე ჭეშმარიტია. B იმდენითაა მეტი A-ზე, რამდენითაც C B-ზე არ არის მართებული, ვხედავთ ჩვენ ამას რიცხვებში. A-სა და B-ს ჯამი C-ს ტოლია, ასევე არ არის ჭეშმარიტი, ამიტომ სწორი პასუხი აქ გამოგვივა მხოლოდ პირველი. 3 ექიმის, 4 ქიმიკოსის და 5 ბიოლოგისაგან 12 კანდიდატიდან უნდა დაკომპლექტდეს 7 წევრიანი საექსპედიციო ჯგუფი, რომელშიც შევა 1 ექიმი, 2 ქიმიკოსი და 4 ბიოლოგი. რამდენი ვარიანტია? ესე იგი 3 ექიმი თუ გვყავს, 3 ვარიანტი გვექნება 1 ექიმის შერჩევის. 4 ქიმიკოსი თუ გვყავს, პირობითად 1 2 3 4 და 2 ქიმიკოსი გვჭირდება, რამდენი ვარიანტი გამოდის? ნახოთ, ეს არის 6 ვარიანტი და თუ 5 ბიოლოგი გვყავს და აქაც რიცხვები ავიღოთ და 4 ბიოლოგი უნდა შევარჩიოთ, დავითვალოთ აქაც ვარიანტების რიცხვი.
Mhm. ხუთი ვარიანტია, შემდეგ ამ ვარიანტების რიცხვს ერთმანეთზე გავამრავლებთ, 6 ჯერ 5 30, 30 ჯერ 3 90 გამოვა ჩვენი პასუხი. ნუ ამ ამოცანის ამოხსნა კომბინატორიკის ფორმულებით და ფაქტორიალებითაც შესაძლებელია, თუმცა ეს მეთოდი სრულიად საკმარისია. დიაგრამაზე მოცემულია ქარხნის მიერ პირველ დღეს, ასევე პირველ და მეორე და მესამე დღეს ერთად გამომუშავებული პროდუქციის წონებიო. როგორც ხედავთ, პირველ დღეს გვაქვს 6 ტონა, პირველ და მეორე დღეს 8 ტონა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე დღეს ცალკე 2 ტონა ყოფილა და სამივე დღეს 12 ტონა და 8-სა და 12 შორის სხვაობა, ანუ 4 ტონა გამოვა ამ შემთხვევაში. ესე იგი, სამივე დღეს ერთდროულად. ამ პირობებში მხოლოდ ცალ-ცალკე დღეებს თუ წარმოვიდგენთ, პირველი დღე ესე იგი უნდა იყოს ყველაზე დიდი დანაყოფი, მეორე დღე უნდა იყოს დაახლოებით მესამედი ამ ჩვენი პირველი დღის და რაც შეეხება მესამე დღეს, ის უნდა იყოს მეორე დღეზე ორჯერ მეტი, ხო? ანუ ერთი დანაყოფით ნაკლები პირველ დღესთან შედარებით. ნუ დიაგრამა 1 პირველ დღე ყველას ცოტა, დიაგრამა 2 3 დანაყოფი, 1 დანაყოფი, 2 დანაყოფი, აი ამ პროპორციას შეესაბამება. თუმცა დიაგრამა 2 კარგია. დიაგრამა 3-ში მეორე დღე და მესამე დღე არასწორად არის, დიაგრამა 4-შიც ბევრი დარღვევა და დიაგრამა 5-იც არა. ამიტომ სწორ პასუხი გამოგვივა B დიაგრამა 2. მოცემულია კუბი, რომლის ქვედა წახნაგი ABCD კვადრატია, ხოლო ზედა წახნაგის დიაგონალების გადაკვეთის წერტილია O. დროის 0 მომენტში A წერტილიდან მოძრაობა დაიწყო P წერტილმა, რომელმაც იმოძრავა აი ამ BCDA ტეხილზე მუდმივი სიდიდის სიჩქარით, ანუ რაღაც ერთი სიჩქარით და ნუ ისრით ნაჩვენებ მიმართულებით მოძრაობს. გვაქვს მოცემული ნახაზებიდან მხოლოდ ერთია სწორად გამოსახული მოძრაობის ამ პროცესში P წერტილიდან O წერტილამდე მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. ანუ გრაფიკების ამოცანაში ყველგან ერთი ლოგიკა. უნდა დავუშვათ რამდენიმე შეკითხვა და პირველი შეკითხვა ეს არის მოძრაობის დაწყების მომენტში A წერტილსა და O ცენტრს შორის მანძილი როგორი ნიშნულია და შემდეგ რა მოსდის ამ მანძილს. ეხლა აქ საინტერესო არის რა. ჩვენ უნდა აღვიქვათ აქ მართკუთხა სამკუთხედი და ამ შემთხვევაში OKA პირობითად ესეთი მართკუთხა სამკუთხედი რო დავინახოთ, AO არის ჰიპოტენუზა და ის აი ამ წესით აგებულ მართკუთხა სამკუთხედებს შორის ვიდრე არ მივალთ ჩვენ OMB მართკუთხა სამკუთხედამდე არის მაქსიმუმი. ეხლა ეს მაქსიმუმის მნიშვნელობა ჩვენ რისთვის გვჭირდება? იმისთვის, რომ გრაფიკი დაიწყოს ყველაზე მაღალი ნიშნულიდან და უნდა მცირდებოდეს. რატომ უნდა მცირდებოდეს? იმიტომ რომ შემდეგი მართკუთხა სამკუთხედი აუცილებლად უფრო პატარა მართკუთხა სამკუთხედია, ვიდრე ეს OKA იყო. რატო? იმიტომ რომ AK სიმაღლე საერთოა, O-დან დაშვებული მართობი KM-ზე ამ შემთხვევაში გავლებული მონაკვეთი, ხო? შეიძლება მართობი არ იყოს, მართობი მე ქვემოთ იქნება, ხო? არის უფრო ნაკლები, ყველა შემთხვევაში უფრო ნაკლები, ვიდრე შუამდე მოვალთ. აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იქნება, როცა შუამდე მოვდივართ, ანუ P წერტილი რო AB-ს შუა წერტილი იქნება, ამ ეტაპზე იქნება გარდამტეხი მომენტი, როცა კლების პროცესი კვლავ ზრდის პროცესად გარდაიქმნება. ანუ A-დან P-მდე, P წერტილი ამ შემთხვევაში მოვიყვანოთ შუაში, აი ამ შუა წერტილამდე მანძილი მცირდება, შუა წერტილიდან B-მდე მანძილი კვლავ იზრდება და დაუბრუნდეს მაქსიმალურ ნიშნულს. მანძილი მცირდება, იზრდება, მცირდება, იზრდება. ახლა ნახე. ნახაზერთზე ჯერ ზრდა ნაჩვენები, რაც არ შეესაბამება A წერტილიდან დაწყების შინაარსს. ნახაზორზე გვაქვს ესეთი მოცემულობა. ნახე, მცირდება A-დან შუა წერტილამდე და კვლავ იზრდება. შემდეგ ისევ მცირდება და კვლავ იზრდება. მცირდება, იზრდება. ნახაზი 2 ამ მხრივ ზუსტად გამოხატავს შინაარსს. ნახაზი 3-ის ხარვეზე არის ის, რომ ჯერ
იზრდება და აქ ჩვენ ჯერ უნდა გქონდეს კლება. თორემ თუ ავიღებთ აი ამ მონაკვეთს და ასე მოვწევთ მარცხენა მხარეს, უკვე მე ძალიან დაემსგავსება ნახაზორს, თუმცა აქ ეს პირველი მონაკვეთი არის ძალიან არა სწორი და არის დარღვევა, ხო, არ უნდა იზრდებოდეს ადან დაწყებული წერტილიდან დაიწყო მან მოძრაობა, ხო? ამიტომ არა. ნახაზე 4-ში კლება გვაქვს, თუმცა მაქსიმალური ნიშნულიდან არ იწყება ეს კლება და ეს არის ამის ხარვეზე, ხოლო ნახაზე 5 ამბობს, რომ სულ ერთი და იგივე მანძილია და სულ ერთი და იგივე მანძილი არ არის, იმიტომ რომ წრეზე არ მოძრაობს, მოძრაობს კვადრატზე, ხო? აქედან გამომდინარე, სწორი პასუხი გვექნება აქ B პასუხი. და B წრფეებს, C და D წრფეები გვეც ისე როგორც ეს ნახაზია გამოსახული. ალფა, ბეტა, გამა, დელტა კუთხეები გვაქვს, მათ შესახებ ორი პირობა. ჩვენი მიზანი ვიპოვოთ დელტა კუთხე. პირველი პირობა ამბობს, რომ ალფა და ბეტა ერთმანეთის ტოლია. ესენი შესაბამის კუთხეებია. თუ ესენი ერთმანეთის ტოლია, ეს ამტკიცებს, რომ A და B წრფე პარალელურია. თუმცა კონკრეტული რიცხვით მონაცემის კონკრეტული კუთხის მნიშვნელობის გარეშე ჩვენ დელტა კუთხემდე ვერ მივდივართ. ამიტომ ეს პირობა არ არის საკმარისი. ცალკე მეორე პირობით ჩვენ არ ვიცით, რომ A და B პარალელურია და შესაბამისად ვერ ვიტყვით, რომ Y და უბრალოდ გამა და დელტა არის შიდა ჯვარედინი კუთხეები, ხო? ანუ მეორე პირობით ცალკე არ გვაქვს უფლება ამის თქმის. შესაბამისად ცალკე მეორეც არ არის საკმარისი და თუ ორივე პირობა ერთად გვექნება, ანუ ეს წრფები პარალელურია და თან გამა კუთხე 35 გრადუსია და მისი შესაბამისი შიდა ჯვარედინი კუთხე არის დელტა კუთხე, ორივე პირობით ვადგენთ უკვე ჩვენ, რომ ისიც 35 გრადუსი გამოვა. პასუხი იქნება აქ G. მათი მოძრაობის სიჩქარე მუდმივი იყო, ესე იგი გავიაზროთ ამოცანის შინაარსი. A პუნქტიდან ერთი და იმავე მიმართულებით მოძრაობენ ამ შემთხვევაში ეს ჩვენი ავტომობილები, ხო? ანუ აი ასეთი ტრაექტორია გვაქვს. ავტომობილების სიჩქარეთა ჯამი 105-ია. 3 საათში ამ ავტომობილებს შორის მანძილი რისი ტოლი იქნება, ამის დადგენა ჩვენ ამ პირობით არ შეგვიძლია. იმიტომ რომ შეიძლება სხვადასხვა სიჩქარე ჰქონდეთ მათ და ჯამური სიჩქარე აფს არ გვაძლევს. ხო, თუ მაგალითად ერთი სიჩქარეა 60, მეორის 45, სხვა შედეგი იქნება. თუ ერთის 70 და მეორის 35 სხვა შედეგი გვექნება, ხო? ამიტომ პირველი არ არის საკმარისი. მეორე, ავტომობილების სიჩქარეთა სხვაობა თუ 15 კმ/სთ-ია, ეს ნიშნავს იმას, რომ 1 საათის შემდეგ მათ შორის დაშორება იქნება 15 კმ. ანუ 15 კმ-ით გაასწრებს ერთი მეორეს. მეორე საათის შემდეგ კიდევ 15 კმ-ით გაიზრდება მათ შორის დისტანცია. კიდევ 15-ით მესამე შემთხვევაში და ამიტომ მეორე პირობა ამ ხრივ ინფორმაციულია და საკმარისია. ამიტომ აქ B პასუხი გამოვა სწორი. ნამდვილი x რიცხვის შესახებ განვიხილოთ შემდეგი ორი პირობა. ხო, ანუ x-ი შეიძლება იყოს ნებისმიერი რიცხვიო, წილადიც, 10 წილადიც, დადებითიც, უარყოფითიც, ხო? x-ი მეტია 5-ზე, x ნაკლებია 7-ზე, იმისაც რომ დავადგინოთ x კვადრატი მეტია თუ არა x-ზე, იმის არის თუ არა x კვადრატი x-ზე მეტი. ნუ პირველი პირობით რა თქმა უნდა ვადგენთ 5-ზე მეტი რიცხვის კვადრატი აუცილებლად მეტი იქნება თვით ამ რიცხვზე. არა თუ 5-ზე მეტი, არამედ 1-ზე მეტი რიცხვის შემთხვევაშიც ეს აქტუალურია, ხო? 1-ზე მეტი რიცხვის კვადრატი აუცილებლად მეტია თვით ამ რიცხვზე. ნებისმიერი მაგალითი შეგიძლია აიღოთ და შეამოწმოთ. მეორე პირობის შემთხვევაში x-ი ნაკლებია 7-ზე, აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა შუალედი აღვიქვათ და დავსვათ კითხვა. მაგალითად თუ ეს რიცხვი არის 1/2, 0-დან 1-მდე შუალედში რიცხვის კვადრატი, თვით ამ რიცხვზე უკვე ნაკლებია. ხო, იმიტომ რომ 1/2 კვადრატი არის 1/4, მნიშვნელი უფრო მეტად იზრდება და 1/4 1/2-ზე ნაკლები. ყველა სხვა შუალედში უარყოფითი რიცხვის შემთხვევაში კვადრატი მეტი იქნება, 1-ზე მეტის შემთხვევაშიც კვადრატი მეტი იქნება, მაგრამ აი ეს 0-დან 1-მდე შუალედი არის მიზეზი, რის გამოც მოცემული მეორე პირობის შემთხვევაში ვერ ვადგენთ არის თორე x კვადრატი x-ზე მეტი. ამიტომ აქ A პასუხზე შევაჩერებთ ხურად ღებას. 8 ავტომობილი, 4 Toyota და 4 Mercedes-ი ორ ცარიელ სალონში განათავსეს, ისე რომ ერთ-ერთ სალონში მხოლოდ 3 ავტომობილი აღმოჩნდაო. ოკეი, ну ესე იგი 3 5-თან პროპორციით გვაქვს.
ფრაგმენტების ამოცანა უნდა ჩავსვათ თანმიმდევრულად, ხო? თუ პირველ სალონში 3 ავტომობილია, მაშინ პირველ სალონში მოთავსებული ავტომობილები ერთმანეთს Toyota და ერთმანეთს Mercedes-ი არ გამოვა, ხო? აუცილებლად შეიძლება 3-ვე იყოს ან Toyota ან Mercedes-ი. ну იდეაში პირველი მესამეც შევამოწმოთ, თუ პირველ სალონში 3 ავტომობილია, მაშინ მეორე სალონში განთავსებული ყველა ან Toyota ან Mercedes არ გამოდის, იმიტომ რომ 5 უნდა ჩავსვათ და იქნება შერეული. ამიტომ პირველი ფრაგმენტით დაწყება არ გამოდის. მეორე ფრაგმენტით დაწყება ვცადოთ. პირველ სალონში მოთავსებული ავტომობილიდან ერთი მაინც Toyota, ერთი მაინც Mercedes-ი, ეს შეიძლება 3 ავტომობილის პირობებშიც მოხერხდეს და 5-ის პირობებშიც, ხო? ამიტომ არ არის ინფორმაციული პირობა და დავიწყოთ მე-13. მეორე სალონში მოთავსებული ყველა ავტომობილი ან Toyota ან ყველა Mercedes-ია, ყველა ავტომობილი Toyota ან ყველა Mercedes-ი. ეს რას ნიშნავს, ხო? 5 ავტომობილის პირობებში ეს შედეგი ვერ დადგება. ანუ მე-3 პირობა ამბობს, რომ მეორე სალონში არის 3 ავტომობილი, ხო? აქედან გამომდინარე, პირველში 5-ია და თუ 5 ავტომობილის სამსად უკვე არის შერეული სხვადასხვა მარკის ავტომობილი, ხო? Toyota და Mercedes-ი ორივე შეგვხვდება ჩვენ 5 ავტომობილში, იმიტომ რომ 4 Toyota და 4 Mercedes-ია. ამიტომ მე-3 მეორე ფრაგმენტი იქნება ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო ვერსია. ხუთნიშნა მთელი დადებითი რიცხვის შესახებ ცნობილია, რომ მისი თითოეული ციფრი ან 0-ია, ან 3. ავიღოთ ხუთნიშნა რიცხვი და გავიაზროთ პირობა, რომ ჩვენს განკარგულებაში ციფრები არის 0 და 3, ხო? 0-ით ვერ დავიწყებთ, ანუ პირველი აუცილებლად 3 და მერე უამრავი ვარიანტი გვაქვს. მოცემული 4 პირობიდან, რომელი 2-ია საკმარისი, იმისთვის რომ ვიპოვოთ ეს რიცხვი. ეს რიცხვი უნდა შევდოთ იყოფა 3-ზე. მაინც ინფორმაციული ვერ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი კომბინაცია, რაც არ უნდა ავიღოთ, 3-იანებით და 0-ებით ჩაწერილი ხუთის რიცხვი 3-ზე გაიყოფა, ამიტომ არ გვეხმარება. ეს რიცხვი უნდა შევდოთ იყოფა 9-ზე, უკვე გულისხმობს, რომ 3 ციფრი არის 3-იანი, ხო? ანუ 3 3-იანი მაინც გვაქვს. თუმცა სად? ეს ჯერჯერობით არ ვიცით. ეს რიცხვი უნდა შევდოთ იყოფა 10-ზე, ნიშნავს რომ ბოლოში 0-ია, ამიტომ აქ ნახე რამდენი ვარიანტი შეიძლება მოვიფიქროთ, ხო? როცა ვთქვათ 9-ზე იყოფა და თან 10-ზე იყოფა, ხო? ანუ რაღაცა სხვადასხვა კომბინაცია გვაქვს. და თუ ეს რიცხვი უნდა შევდოთ 25-ზე იყოფა, მაგ უკვე გავდივართ მხოლოდ ერთ რიცხვზე. ესე იგი 3 3-იანი და ბოლოში უნდა იყოს 2 0, რომ 25-ზე გაყოფა შევძლოთ. შესაბამისად აქ მეორე და მეოთხე გამოვა სწორი პასუხი. გესურვებთ წარმატებას.